ბედნიერების ტერიტორია. Ამ სახელწოდების პროექტის განხორციელებას ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია ქსენონი იწყებს, სადაც ბენეფიციარები მხოლოდ სკოლის მოსწავლეები იქნებიან. პროექტის პრეზენტაციაზე დონორი ორგანიზაცია PH International საქართველოს პროექტის საგრანტო მიმართულების კოორდინატორმა ნუცა გოგუაძემ განაცხადა, რომ პროექტი ამ მიმართულებით ყველაზე გამოცდილ ორგანიზაცია ქსენონს ანდეს. ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორი და სანდო პარტნიორი გახლავთ ქსენონი, რომელთანაც ათრეცვით თანამშრომლეთ, არაჩვეულებრივი პროექტი გააკეთეს. ამჯერად არის უკვე სპორტისა და ართ-თერაპიის მიმართულებით. პროექტის ბენეფიციარები ზუგდიდში მცხოვრები ახალგაზრდები, სოციალურად დაუცველი და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები არიან. როგორც ჩვენთან საუბარში ქსენონის ხელმძღვანელი ნინო ჯანაშია განმარტავს, პროექტის ფარგლებში მოზარდების ფსიქოსოციალური პოტენციალის ამაღლების და ჯანსაღი ქცევის მოდელების ჩამოყალიბებისთვის გამოყენებული იქნება ორი განსხვავებული მიმართულება: სპორტი და ხელოვნება. დღეს იქნება მოკლე მიმოხილვა იმ პროექტისა, რომელიც 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ზუგდიდში და რომელმაც მოიცვა 30-ზე მეტი ახალგაზრდა და ასევე დღეს ოფიციალურად მოვიწვევთ ახალ ბენეფიციარებს პროექტისა ჩვენს ბედნიერების ტერიტორიაზე. ნინო ჯანაშიას თქმით, ამ პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება ტრენინგები ცხოვრების ჯანსაღი წესის თემატიკაზე. ბავშვებს ელოდებათ ბევრი სიურპრიზი, ბევრი ექსკურსია, ამხანაგური თამაშები, ზუგდიდის გარეთ, რაგბის გუნდის ჩამოყალიბება, იქნება კერამიკული აქტივობები, კერამიკის სახელოსნოში. მოკლედ, მათ წინ ელოდება ძალიან საინტერესო ბედნიერი 6 თვე. პროექტის ერთ-ერთმა ბენეფიციარმა, მესამე სკოლის მოსწავლემ ნიკა შამუგიამ თავისი ინტერესი რაგბის მიმართულებით გამოხატა. მესამე სკოლაში მოვიდნენ, სადაც ჩაატარეს პრეზენტაცია, დავესწარი მე, დავირჩიე რაგბი, რადგან მომეწონა შემოთავაზება იყო ძალიან კარგი. იმედი მაქვს, დიდი წინსვლა იქნება და მრავალ რაღაცას მივაღწევ. პროექტი ბედნიერების ტერიტორია 6 თვის განმავლობაში 40-მდე მოზარდს ჯანსაღი უნორჩვევების ფორმირებაში დაეხმარება. ამასთანავე პროექტის დასასრულს სპეციალური კატალოგი გამოიცემა, სადაც ბავშვების მიერ განხორციელებული სხვადასხვა სახის აქტივობა მოიყრის თავს.